ცენტრალური ხელისუფლება პირდაპირ პოლიტიკურ ბრძოლას აწარმოებს თბილისის მერიის წინააღმდეგ, მხოლოდ მარტის განმავლობაში რამოდენიმე ათეულჯერ დაკითხეს თბილისის მთავრობის წევრები და მოაცდინეს მათ სამუშაოს. ხელისუფლების მიზანია წინა საარჩევნო გარემოს პერიოდის ოფიციალურად დაწყებამდე მოასწროს და ბოლომდე დააზიანოს და დააზარალოს თბილისის მერია. საარჩევნო პერიოდის კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ განაცხადონ, რომ კამპანიის პერიოდში არანაირ ზეწოლას ადგილი არ აქვს. ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიცაც პრაიმერით გამოიკვეთება, რომ სავარაუდოდ შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, მეორე დღესვე იმ ადამიანს იბარებენ ამ ფინანსურში, ან პროკურატურაში მოწმის სტატუსით, ასე ვთქვა და 9 საათი, 10 საათი ამ ადამიანებს ამყოფებენ პროკურატურაში და ფინანსურ პოლიციაში. ამავდროულად თავად კითხვას, რასაც უსმევენ, უთხრენ იმ კითხვებს, რომ ამჟამად პოლიტიკურ პარტიაში რა პოზიცია უკავიათ. ამიტი თბილისის მოქალაქეებს ექნება ძალიან ბევრი პრობლემები. მინდა მოვახსენო ქართული ოცნების ლიდერს, ოღონდ უკვე კულისებში გასულს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მარიონეტებივით მართავს ბატონ ღარიბაშვილს და სხვა მთავრობის წევრებს, ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას, როგორც მათ ქვედგანაყოფს, რომ ვერა ბატონებო, მართლაც ვერ მოგვართვით, არავინ წელში არ გატყდება, არავის არ შეეშინება, ქალაქ თბილისის მერია თავისუფლებამოსილებას შეასრულებს, უბრალოდ დედაქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებთ